წარმოგვიდგენთ ან თუ იცით შეგახსენებთ იმ ლიტერატურას, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო განსაკუთრებით აკრძალული. საბჭოთა კავშირში 1922 წლიდან მოქმედებდა ცენზურის ორგანო, ეგრეთ წოდებული მთავლიტი, მთავარი ლიტერატურული სამმართველო, რომელიც შემდეგ პრესაში სახელმწიფო საიდუმლოების დასვისათვის შექმნილი ცენტრალური საბჭოს სახელით გახდა ცნობილი. სწორედ მთავლიტი წყვეტდა კონკრეტული წიგნების დაბეჭდვის, გავრცელებისა თუ აკრძალვის საკითხებს. შესაბამისად, მკითხველებს წიგნების თავისუფლად არჩევა არ შეეძლოთ. მიხეილ ბულგაკოვი, ოსტატი და მარგარიტა. მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომლის არსზეც მკითხველები, მწერლები, კრიტიკოსები თუ ფილოსოფოსები დღემდე გამათობენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოსტატი და მარგარიტა ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. ოსტატი და მარგარიტა ოფიციალურად ბულგაკოვის გარდაცვალებიდან 33 წლის შემდეგ დაიბეჭდა. დანიელ დეფო, რობინსონ კრუზო. საინტერესოა, რატომ დაიმსახურა ერთი შეხედვით სრულიად უწყინარმა წიგნმა საბჭოთა ხელისუფლების რისხვა. ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ წიგნში კუნძულზე აღმოჩენილი რობინსონ კრუზო უამრავ დაბრკოლებას დამოუკიდებლად ეჭიდება, რაც საბჭოთა კავშირისეულ კოლექტიური შრომის რწმენას ეწინააღმდეგებოდა. გრიგოლ რობაქიძე, გველის პერანგი, მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. რომანი ახალგაზრდა ემიგრანტის არჩიბალდ მეკეშის, არჩილ მაყაშვილის სამშობლოში დაბრუნებაზე მოგვითხრობს. მთავარი პერსონაჟის განცდები მწერლისთვის უცხო ნამდვილად არაა. საბჭოთა იდეოლოგიასთან დაპირისპირების გამო გრიგოლ რობაქიძე 1931 წლიდან გარდაცვალებამდე პოლიტიკური ემიგრანტი იყო. გველის პერანგი საქართველოში 1989 წელს დაიბეჭდა. ევგენი ზამიატინი, ჩვენ. ზამიატინის დისტოპიური ნოველა ტოტალიტარულ რეჟიმსა და მუდმივი კონტროლის ქვეშ მცხოვრებ ადამიანებზე მოგვითხრობს. წიგნის სიუჟეტი საბჭოთა ცხოვრებასთან სიახლოვე ხელისუფლებას რა თქმა უნდა არ გამორჩენია. ზამიატინმა დაპატიმრებამდე წიგნის დასავლეთში გაგზავნა მოასწრო, რის შემდეგაც ნაწარმოები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში დაიბეჭდა. გავლენიანი მეგობრების წყალობით ზამიატინმა ჯერ პატიმრობას, შემდეგ კი საბჭოთა კავშირსაც დააღწია თავი და ცხოვრების ბოლო წლები პარიზში გაატარა. წიგნი საბჭოთა კავშირში 1988 წელს დაიბეჭდა. ჯორჯ ორუელი 1984. ომი მშვიდობა, თავისუფლება მონობა, უცოდინრობა ძალა. დიდი ძმა გვიყურებს. ეს ფრაზები ლიტერატურის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობია. ჯორჯ ორუელი წიგნში ტოტალიტარულ სისტემას აღწერს, რომლის მარწუხებში მოქცეული ადამიანები დიდი ძმის ყოვლის მომცველ მზერას ვერ გაურბიან. ის გადაწყვეტს, ის გვიპატრონებს, ის იქნება ჩვენი უფროსი და ჩვენ ამით კმაყოფილები ვიქნებით. რადგანაც სიუჟეტში საბჭოთა სისტემის ამოცნობა რთული არაა, 1950 წელს წიგნი სტალინმა აკრძალა. პირადად სტალინმა. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.